ამერიკის შეერთებული შტატები გამბლოკავს $20 მილიარდ გატინული ირანული აქტივებიდან. იმ პირობით, რომ ირანი დაპირებას მისცემს გამდიდრებული ურანის მარაგებზე უარის თქმას. მაგრამ ამავე დროს დონალდ ტრამპმა მოულოდნელად დათანხმდა იმაზე, რომ ირანს შეენარჩუნებინა თავისი ბირთვული პროგრამა. გამოიკვეთა დეტალები შეთანხმებისა ამერიკასა და ირანს შორის, რომელსაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში დათანხმდნენ. უფრო მეტიც, აშშ თანხდება შეთანხმებაზე, რომელიც მხოლოდ შეაჩერებს, მაგრამ არ დაშლის და მთლიანად არ გააუქმებს ირანის ბირთვულ პროგრამას. პასუხად ირანმა დღეს, როგორც იცით, გახსნა ჰორმუზის სრუტე, თუმცა შეგახსენებთ, ომამდე ის დაბლოკილი არ ყოფილა. და უკვე ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ასეთი შეთანხმების შემდეგ ტრამპს ელოდება კრიტიკის ტალღა. იმ ამერიკელების მხრიდან, რომლებიც უფრო მკაცრ ხაზს უჭერენ მხარს. კერძოდ, ეს არის ეგრეთ წოდებულ ქორები რესპუბლიკური პარტიის შიგნით. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და დაწევეთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი, Pechi News-ი, ბმული აღწერაშია. ამერიკელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, რომლებიც მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, ამჟამად აშშ და ირანი სამგორდიან ომის შეწყვეტის გეგმაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ერთ-ერთი განხილვადი პუნქტია აშშ-ს მიერ გაკინული $20 მილიარდი ირანული თანხების გამბლოკვა, სანაცვლოდ ირანის მიერ გამდიდრებული ურანის მარაგებზე უარის თქმისა. ანუ ფაქტობრივად აშშ სთავაზობს გამდიდრებული ურანის გამოსყიდვას $200 მილიარდი ნაღდი ფულით. და როგორც ადრე განაცხადეს თეთრ სახლში, ამ კვირაში მოლაპარაკებებში შეინიშნება სტაბილური პროგრესი. თუმცა მნიშვნელოვანი უთანხმოებები მაინც რჩება. მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ასეთ პირობებზე შეთანხმება დაასრულებს ომს. თუმცა პოტენციურად გამოიწვევს ნეგატიურ რეაქციას ირანის მიმართ მკაცრი ხაზის მხარდამჭერების მხრიდან. საბოლოოდ, თავად ტრამპმა ომის განმავლობაში და მის წინაც ბევრი ზედმეტი თქვა და ამტკიცებდა, რომ მხოლოდ ირანის კაპიტულაციას მიიღებდა. გახსოვთ, ის ამბობდა, მე მივიღე მხოლოდ კაპიტულაციას, ირანის უპირობო კაპიტულაციას. ასევე აკრიტიკებდა ბარაკ ობამას ბირთვულ შეთანხმებას. თუმცა ეხლა მზად არის ირანს შესთავაზოს კიდევ უფრო არახელსაყრელი შეთანხმება აშშ-თვის. ხუთშაბათს ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელი და ირანელი მოლაპარაკეები სავარაუდოდ ამ შაბათ-კვირას შეხვდებიან მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის, რათა სცადონ შეთანხმების მიღწევა. ყველაზე სავარაუდოა, რომ ეს მოლაპარაკებები კვირას ისლამაბადში გაიმართება. და აი ესეთი ინფორმაციის ფონზე $20 მილიარდი ღირებულების ირანის აქტივების განთავისუფლების შესახებ. ირანმა დღეს გამოაცხადა ჰორმუზის სრუტის გახსნის გახსნის შესახებ ყველა კომერციული გემისთვის. მაგრამ აშშ არ ხსნის თავის ბლოკადას შეთანხმების გაფორმებამდე. როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია იმის უზრუნველყოფა, რომ ირანს არ კონდეს ცდომა გამდიდრებული ურანის მარაგებზე. როსი კილოგრამში ადგენს და ინახება მის მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტებში. მათ შორის არის 450 კილოგრამი 60%-მდე გამდიდრებული ურანი, რაც ძალიან ახლოსაა იარარისთვის გამოსადეგ დონესთან. ირანელებს კი ამ დროს ფული სჭირდებათ, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც მათ გამანადგურებელი ომი გადაიტანეს და ნავთობის ექსპორტზე ბლოკადა დაუწესდათ. და ეხლა მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ იმაზე, რა ბედი ეწევა დაგროვილ ურანის მარაგებს და ირანის აქტივების რა ნაწილი იქნება განთავისუფლებული. ისინი ასევე განიხილავენ პირობებს, რომელთა მიხედვითაც ირანი შეძლებს ამ ფულის გამოყენებას. ანუ გაათავისუფლებენ და იქვე იქნება მითითებული, სად უნდა გადაირიცხოს ეს თანხები. იცით, აქ ნამდვილად გინდა შეგახსენოთ, რამდენად ხმამაღლა აკრიტიკებდა დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას ადმინისტრაციას, როცა მან 2015 წელს გაათავისუფლა $400 მილიონი ირანული აქტივები. მაშინ ტრამპის აზრით ეს პრობლემა იყო. ეხლა კი იმავე ტრამპის აზრით ეს საერთოდ არ არის პრობლემა. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. წყაროების თქმით, მოლაპარაკებების უფრო ადრეულ ეტაპზე აშშ-ს მზად იყო ირანისთვის 6 გამოეკო მილიარდი საკვების, მედიკამენტებისა და სხვა ჰუმანიტარული საქონლის შესაძენად. ირანელები ითხოვდნენ $27 მილიარდ. და აი ბოლო მონაცემებით, რომლებიც აშშ-სა და ირანს შორის განიხილება, თანხა იქნება $20 მილიარდი. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტ დათმობაზე წავიდა სწორედ ტრამპი და არა ირანის რეჟიმი. ანუ კიდევ ერთხელ, აშშ თავიდანვე ამბობს, ჩვენ გავათავისუფლებთ 6 მილიარდს ირანელები ამბობენ. არა, 27. 20-ზე. აქაც ყველაფერი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის.
რადგან ამ დროს აშშ-მ სთხოვა ირანს დაეთანხმოს თავისი ყველა ბირთვული მასალის მიწოდებას აშშ-ის ტერიტორიაზე. იმ დროს, როცა ირანელები მხოლოდ მათ ქვეყანაში ეგრეთ წოდებულ შერევაზე დათანხმდნენ, საკითხი იმაშია, რომ ირანი მხოლოდ დაბალ და მაღალ გამდიდრებულ ურანის შერევაზეა მზად. ამ გზით 60%-მდე გამდიდრებული ურანისგან გათავისუფლდეს, მაგრამ მის ამერიკელებისთვის გადაცემაზე საუბარი არ არის. და კიდევ ერთი შოკია. კომპრომისული წინადადების ფარგლებში, რომელიც ახლა განხილვის ეტაპზეა, მაღალი გამდიდრების ურანის ნაწილი გადაიგზავნება მესამე ქვეყანაში. აუცილებელი არ არის, რომ ეს იყოს აშშ-ში. ხოლო ნაწილი ირანში განზავდება საერთაშორისო კონტროლის ქვეშ. მაგრამ ადრე განაცხადეს, რომ აშშ-შო წინააღმდეგი იყო, მაგალითად, ურანი რუსეთში მოხვედრილიყო, ღმერთს მადლობა. ასევე აღინიშნება, რომ ირანმა მთლიანად უნდა უარი თქვას ურანის გამდიდრებაზე ნებაყოფლობით. დონალდ ტრამპმა ეს უკვე გამარჯვებად გამოაცხადა. მაგრამ აქ ერთი ნიუანსი. ბოლო მოლაპარაკებების რაუნდში აშშ-მ ირანისგან მოითხოვა, დათანხმებოდა 20 წლიან მორატორიუმს. ირანმა კი საპასუხოდ 5 წლიან მორატორიუმზე გააკეთა წინადადება. ხოლო შუამავლები ჯერ კიდევ ცდილობენ ამ განსხვავების შემცირებას. და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. დონალდ ტრამპი უკვე თანახმაა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა თუნდაც დროებით შეჩერდეს. არა ლიკვიდაცია, არა დემონტაჟი, არამედ შეჩერება. ეხლა კი ნება მომეცით რაღაც შეგახსენოთ. 13 თებერვალი ომის დაწყებამდე 2 კვირით ადრე ტრამპი მკაცრად აცხადებს. ციტატა. ირანში არანაირი გამდიდრება არ ბჭირდება. ჩვენ არ გვინდა ურანის გამდიდრება. საერთოდ. ირანმა ეს უნდა გაიგოს. ან ახლა შევთანხმდებით, ან პრობლემას ჩვენი სამხედროები მოაგვარებენ. 1 მარტი იმავე წლის. ომი უკვე დაწყებულია. ტრამპი ამატებს. ციტატა. ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ. შევაჩერეთ ისინი. ჩვენი მიზანია ირანის ბირთვული პოტენციალის სრული განადგურება. და ეს საფრთხე სამუდამოდ უნდა იყოს აღმოფხვრი. 16 აპრილი, პირდაპირ ბუში. ტრამპი ამბობს. ციტატა. ისინი დათანხმდნენ გადმოგვეცათ ბირთვული მტვერი, რომელიც მიწის ქვეშ დარჩა ბიორის დარტყმების შემდეგ. მე ვუთხარი მათ, არ მჭირდება 20 წლიანი დაპირებები. მჭირდება, რომ ეს იარაღი ფიზიკურად აღარ არსებობდეს. მაგრამ ყველაზე გამორჩეული ციტატა დონალდ ტრამპისგან წლის დასაწყისში გაისმა. ციტატა. ობამამ ხელი მოაწერა 10 წლიანი დოკუმენტს, რომელიც არაფერს წყვეტდა. მე მივაღწევ შეთანხმებას, რომელიც ამ საკითხს სამუდამოდ დახურავს. კი არ ვიცი, რა ვთქვა ამაზე. ტრამპი იმდენად ხშირად და ხმამაღლა ამბობდა სიტყვას სამუდამოდ, რომ ახლა 20 წლიანი შეთანხმება ძალიან უცნაურად გამოიყურებება. რბილად რომ ვთქვათ. მაგრამ მთავარი შოკი ჯერ კიდევ წინ გველოდება. აქსიოსის წყაროების მონაცემებით, ციტატა. ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში ირანს ნებადართული ექნება ბირთვული სამეცნიერო კვლევითი რეაქტორების ქონა სამედიცინო იზოტოპების წარმოებისთვის. თუმცა ის ვალდებულია, რომ მისი ყველა ბირთვული ობიექტი მიწის ზედაპირზე იყოს განთავსებული. არსებული მიწისქვეშა ობიექტები გამოუყენებელი დარჩება. დიახ, ირანი ინარჩუნებს უფლებას ურანის გამდიდრებაზე და მისი ბირთვული პროგრამა სრულად არ სათქრება. და კიდევ ერთი კითხვა. გაურკვეველია, ვრცელდება თუ არა ურთიერთგაგების მემორანდუმი ირანის ბალისტიკურ რაკეტებზე სად გაქრა სარაკეტო პროგრამა და მისი მხარდაჭერის საკითხი რეგიონალური მარიონეტული პროქსი ძალებისთვის. ისრაელი და რესპუბლიკელი ქორები ვაშინგტონში ადრე ითხოვდნენ, რომ ეს თემები განხილულიყო ირანთან ნებისმიერ მოლაპარაკებაზე. ეხლა ასევე ცნობილია, რომ ირანი მოითხოვს მისთვის ნებადართული იყოს ნავთობის თავისუფლად გაყიდვა საბაზრო ფასებში სანქციების გარეშე. ირანი ითხოვს გლობალურ ფინანსურ სისტემაში მონაწილეობას, მაგრამ მათ ასევე არ სურთ უბრალოდ უარი თქვან იმაზე, რაც უკვე აქვთ. მაგრამ სად არის აქ დონალდ ტრამპის მიღწევა, იკითხავთ თქვენ? გავიდა თვენახევარი სისხლიანი ომის შემდეგ და თითქოს ყველაფერი ისევ იგბრუნდება, სადაც მანამდე იყო. და მიღწევა ძალიან ხმაურიანი აღმოჩნდა. ხუთშაბათს დონალდ ტრამპმა საჯაროდ განაცხადა ჟურნალისტებთან, რომ მოლაპარაკებების დროს ირანი დათანხმდა გააკეთოს ციტატა ძალიან გადამწყვეტი განცხადება ირანის ბირთვულ იარაღზე. აი ეს არის ყველაფერი. დიახ, თქვენ ყველაფერი სწორად გაიგეთ. ტრამპმა გამარჯვება წარმოაჩინა ის, რომ ირანი უბრალოდ ძალიან გადამწყვეტად დაპირდება, რომ არ შექმნის ბირთვულ იარაღს. მიუხედავად იმისა, რომ ურანის გამდიდრების შესაძლებლობები მას დარჩება.
აქ წერტილებს დავაყენებ. თქვენი დასკვნები და თქვენი აზრი ამ საკითხზე დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. თუ გსურთ ამ არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებისა და რეკვიზიტების საშუალებით. მადლობელი ვიქნებით თქვენი დონატებისთვის. ამით ყველაფერი დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.